გამარჯობათ მეგობრებო, ყველას მოგკითხვა ბედნიერება და კარგი ამბები. დაიწყო ჩვენი წვირმანები და ასეთი სპეციფიკური თემა, რომელიც ძღოლებს გამოადგებათ, რაც ახლა მე დამემართა. ესე იგი, გუშინ ტვირთი ავიღე და მომქონდა ნიუ-იორკიდან წამოვიღე, მომქონდა დეტროიტის მიდამოებში Walmart-ის მაგვარი ასეთ კომპანია Semi. და 7 საათზე მქონდა delivery რა. ხო და რაღაცნაირად ვერ განსაზღვრა და დამაგვიანდა საათი და 20 წუთი. ესე იგი, რატომაც როგორ გითხრათ, იცი, არც დავარღვე, იმიტომ ეს შემოწმებები რო არის, ლოგბუქი ვერ ვასწრებდი და მეთქი ახლა მივალ და პრობლემა არ იქნება მეთქი და მივედი და არ მიმიღეს. 7 საათზე უნდა მოსულიყავიო და თავიდანო დისპეჩერს და იმას აურეკეო და თავიდან გააკეთე ესო, რა ქვია მას, appointment. აი, ხა ცოტა საყვედური მითხეს ოფისში, რომ რატო ვერ განსაზღვრე, მაგრამ მე ხო იცით, ამ რო ამოწყებენ ყველაფერს და იმებს, არ გავრისკე და მოვიდა ეხლა ინფორმაცია და დღეს არის 4 შაბათი და კვირას მივიღებთო ამ შენ ტვირთსო. როგორი საქმეა ეხლა კვირას მივიღება? მაგრამ აქამდე საუბარი მქონდა, ხო იცი, ახლა კომპანიამ დამიწყო დისპეჩერმა, რატო ასეთი როგორ მოგივიდა, ხო იცი, რომ ასეთი კომპანია ის რატო, მთელი მიზეზები. მე უთხარი, რომ წერილობით მივწერე მესიჯი, რომ მეთქე, კაი, ლოგბუქს დენ არ აკეთებ. დიზელის ამბებში პრობლემაა, პოლიცია პრობლემაა, ვესტეიშნი პრობლემაა, ისი პრობლემა და ყველა როგორ არის მართალი და მარტო მსხოლია დამნაშავე მეთქი. თავიდან ვითომ უნდათ რომ რაღაცა მომწოლოდნენ, მაგრამ მე ვუთხარი მეთქი ჩემთან კამათი არ გამოგივათ მე. იმიტომ კი არა რომ მე თქვენზე ჭკვიანი ვარ და თქვენზე ის მეთქი, მაგრამ არ დაუშვებ იმას მე, რომ თქვენ მეკამათო და მტკიცებულობაში გამიმტკიცო. მე არ დაგიმტკიცეთ მეთქი. მე ჩემი აზრი მქონდა, იქ მე რაღაცა პატარა იმაში მოვყევი, პრობკაში მოვყევი, მე ავარია იყო იქაც გავაგვიანე 610 მაილი მქონდა გავლილი და რას მეუბნება ეს 12 საათში როგორ ვერ გაიარე 610 მილიო. მაგრამ სამწუხაროდ ნიუ-ჯერსში 2 საათი პრობკაში ვიყავი, მერე 3 საათი ავარია იყო და საერთო ჯამში გავჩერდი და 120 მაილი იყო გარჩენილი დეტროიტამდე. ეხლა მე შემედო წავსულიყავი, მაგრამ რა ვიცი ახლა წეღანაც რო თქვი, იმდენად იყო ეს, იმდენი პრობლემებია, მეთქი არ დავარღვევ მეთქი და აკე მოვედი 7 საათი, 9 საათი და არ მიმიღეს. საერთო ჯამში ესი ამონოთ ოფისში რომ მე კამათი არ დაუწყე, მე ჩემი პოზიცია, მაგრამ ამას ცხოვრებაშიც ახლა ჩვენს მაგას ვლაპარაკობთ, რომ გასაგებია შეიძლება შეგეშალოს, შეიძლება რაღაცა ვერ განსაზღვრო, მაგრამ ეხლა რახან თქვენ დამილაგეთ, უკვე შევთანხმდით ყოველ წვირმანზე უკვე დისპეჩერი და ოფისი გადაწყვიტავს. აი მე პოლიცია მოდის არ დამაჯერება რაღაცა ხდება. სულ ბევრი დაბკოლებებია და რაღაც უკან პოლიცია მომძებს და მე ხარ მათ შევშლით. რაღაცა მინათებს და მე ეს რაღაც უკვე ისტორიებში ვარ გონი მეგობრებო. პოლიცია მომადგა და ეხლა მინდა ეს პოლიცია თუ პოლიციამ გამაჩერა და რაღაც ისტორია. პოლიცია მომადგა. რა ძონი. ყველაფერი ნატურაში ბუნები, ახლა რამდენად გამომივა, ახლა უნდა რა ვიცი რა პრობლემაა. როგორ გამოგივა და ისა ისტორიაში მოვყევით, ახლა რატოა პოლიცია გადმოვიდეს? როგორც ადრესში მომჩი რაღაც ხალია თუ რა ვიცი, არ ვიცი, აი ახლა წავა ლაპარაკი ჩვენ შორის. ნატურაში Hi. Hello. Got driver's license paperwork on the truck? Paper. I had them delivered and they didn't receive it. Okay. Yeah, you can hold on to your bill. Something.
Did you see any signs that showed the frost restrictions? Coming down there, you would have passed at least 2 signs that showed the frost restrictions. In Michigan in the spring, these Class B roads are frost restricted. They're weight restricted. Do you have a book on the tractor? Do you have a registration? Yeah. It's რაღაცა ნახეო და sorry officer, what did I do? It was some sign what it Yeah. What I'll do is, because you turned onto the freeway, we'll have to go down to the next exit and come in the back way. We'll end up about a mile straight down here where you came from. I'll do the inspection right there. I'll get in front of you, just follow me. I have to follow you, yeah. Yep, just follow me. Oh, okay. რაღაცა წარწერა ვნახეო. აი წარწერაზე არ ახო მიჩიგანის წესითო არ უნდა შემოგეხვიაო და აი პრობლემაზე. ბევრს ახლა უხარ. ეხლა მითხრა წამოდიო და ინსპექცია უნდა ჩავატარო. წამომყევიო და წავდეთ. რაღაც უნდა მიმიყვანო და ალბათ მანქანას ინსპექციას მივუკეთოს. ესია, რას ვიზავთ ახლა მეგობრებო? ეს პოლიციელია და ჯარიმა ავიკიდე, რაღაცა წარწერა იყო, იქ არ უნდა გაგევლო. რა წარწერა გავიარე, აზიანო ვარ. რას ვაკეთებ მეგობრებო ამ დროს? სიმპათიურად უნდა ჩავიცვათ. მაგრამ უკვე გამორიცხული ეს ჯარიმასაც გამომიწეს. და ეხლა მანქანასაც შეამოწმებს. აი იქნება არ ვიცი, ეხლა მანქანის პრობლემა არა მაქვს ლოგბუკა. აი ეხლა რო დამერღვია მე ლოგბუკი, ხო ისა დამიჭერნე. ამიტომ ძალიან დიდი შემოწმებებია და ნახოთ აბა მეგობრებო. ვიქტორინა გავითამაშოთ რამდენს დამაჯარიმებენ, რამდენი იქნება თანხა ჯარიმა. რაღაცა ძალიან გაბრაზებული პოლიციელი მარცი ამბიას გადავიდა. Take exit 17 on the right to I-94 East. რომ იტყვიან ეშმაკს არ ძინავს. ეს დავარღვიე, ეხლა ეს პოლიცია, ეხლა ჯარიმა. ისე პოლიციელებთან ვიდეო არ აქვს, არა გადაღებული. ნახოთ რამდენი როგორ მოვახერხეთ. ურახტირად გითხრათ, არც ვიცი რა საინდია ეს ნახე. ჩემი აზრით ალტი $230 მაინც იქნება ჯარიმა. ნახოთ ეხლა რა იქნება. არა მომიგრია. ვარ ანერვიუდეთ მეგობრებო, მაგრამ ჩვენ ხო იცი ყველაფრისთვის ვათავართ. უსამართლოდ თუ არა უსამართლოდ. ეს მისამართი სადაც ტრაილერი უნდა ავეყვანო. Take the ramp ahead. წესით ყველაფერი წესრიგში მაქვს, არაფერი არ ვიცი. ავარა ნერვებს არ აყვეთ ნერვებს და მივყვეთ ის რაც არის. ისეთი მანქანი დადის, პოლიცია აწერია, ეწერია. რომ იტყიან დღე დავითარსეთ ყველა მხრიდან. წითელზე დამელოდა.
ვამბობთ ყველაფერი ნატურაში, ყველაფერი ბუნებრივად და იმედია ეს Turn right on Old გადაღებები, Waterman. რასაც ახლა ჩვენ ვიღებთ, მომავალ ძღოლებს და იმ ადამიანებს, ვინც გადაწყვიტავს ტრაილერზე მუშაობას, რაღაცაში გამოადგებათ. ამაში მაინც ჩვენს იმას თუ ისარგებლოს ამ ჩვენი გამოცდილებით, მე ვიქნები ბედნიერი. ხანისია, ხანასია, უნდა გაუძლოთ ყველაფერს. საადმიხავ რაღაც ინსპექშენ მათარი შემოწმებაზე. ეხლა მე ვფიქრობ, რამე საიმიგრაციო რაღაცას ხდება შემოწმება. ეხლა ჩემ გონებაში ვფიქრობ, რამე ხო არ დავარღვიე. სულთან ძღოლურ ამბავში არაფერი არ მაქვს დარღვეული. მე მგონია უფრო საემიგრაციო რაღაცაში ამოწმებე. მე ასე მგონია, არ ვიცი, იმიტომ რომ სადმე ვყავ, რომ რამდენი ხანია მივდივარ და დაინსპექცია უნდა გამიკეთო ამისთანავე. In 1/4 mile, turn left on Pennsylvania Road. ამე ხო ჩერდები, იქიდან ჩერდება, შორიდან მაკვირდება, ვარღვევ თუ არა. მაგიშიტი ვარ რომ დავარღვი ამის წინ. პოლიციელი იქნება რაღაც 1-45 წლის კაცია. ახალგაზრდას ვერ იტყვი. ნახოთ როგორ გამოფილა ეს ყველაფერი. კიდე კაი არ ვიმაიმუნე რა. Continue 3/4 of a mile to the end of the street, then სამწების turn ამბავში, right. ლოგბუკის ამბავში, ვერაფერს ვერ მიზამს, არ ვიცი, მე მგონი, უფრო საიმიგრაციო რაღაცა იქნება. მე ასე მგონია. არ ვიცი, ჩემი სახე არ მოეწონა თუ რა ვიცი, სად ნახა ჩემი სახე, ილიკო იმაში რო არის. ბებია ილიკოზე, მე ბებია ილიკო და ილარიანში ვარ. ბებია რო იძახის, სად ნახა ჩემი სახეო. ეხა ბორკელები რო დამატო და რაღაცა ბრალი რო დამდონა. უკვე ნახე, აი მეგობი უკვე 10 წუთია მივდივართ იმ ადგილას, რა ვიცი, არ მივსურვათ, სად მივდივართ მე თვითონ. ზაფს სიუჟეტიან ფილმში ღებულად მონაწილეობა მთავარ როლში ჯორჯი, მარგარიტა, მონიკა და აკაკი. მთავარ როლებში. In 1/2 mile, turn right on Vining Road. ეს იმ კატეგორიას ეკუთვნის, მე ასე მგონია, რომ აი პოლიციელი რაღაცას ელოდება და დამიჭირა ეხლა მე. ეხლა რა თუნდა ამდენი რაღაცა გამოწერე ჯარიმა გამიშო, ხო? ეთყობა გეგმა აქვს და რაღაცა აქვს და მეც ეხლა დამიჭირეს რო იტყვიან და რაღაც ალბათ გეგმა შეასრულა. რა ვიცი, აი 1000 ფიქრები მომდის თორე. ამდენი ხან ეხლა სად მატარებს რა? In 1/4 mile, turn right on Vining Road. და ის კი გავწიე აქსელი, ცოტა დათვითო და აქსელზე ექნება რამე ამას საქმე. მგონი ეხლა წონა ექსელის შემოწმებებს აღწევს. Turn right on Vining Road. აგერ მე ვარ მეგობრებო. მოიტყვიან აგერ ბურთი და აგერ მოედანი. In 1/2 mile, turn right on Sigley Road. ამ დროს მოდის 1000 ფიქრები, მოდის 1000 აზრები. ეხლა მოდის აზრები, რა გავაკეთე, კაი, რა გავაკეთე, ეხლა როგორ გამოვწვი ამ მდგომარეობიდან, რომ ჯარიმა და ის არ ისე კიმეთქო უნდა გაჩვენო ის წარწერაო. ეხლა მთელი წრე მომატარებინა, რომ აჩვენოს, რომ რა დავარღვიე. ეგრე მეორე პოლიციელი სადღაც.
ხუთი კი არა, 1, 2, 3, 4 მანქანა დგას, რა. რა ხდება თქო? Turn right at the traffic light. გესხებით საფათ მოყვანილი, რაღაც ინფექციაში მოვხები რა. და ეხლა ხელი აწია. ой, მარტო მე არა ვარ, აქ ნახეთ მეგობრებო. სხვა ტრაილერები დგანან, სხვა ისიც და ეთყობა რაღაცა უნდა შეამოწმა, რა ვიცი და. ინსპექციაში მოვყევი რა. ხა მე ამ ტელეფონს არ ავიღებ ხელში. რა ვიცი, რა რიგია და აი გეტყვით ეხლა უკვე რა ხდება მეგობრებო. აგე ნაგვის მანქანას გაუჩერებიათ. ნაგვის მანქანა აქეთ მეორე ტრაილერი გაუჩერებ. ეთყობა ამათ შეამოწმები და მე რო განთავისუფლდება, მე მეც მიმიშვებენ ალბათ. ეხლა გამოჩნდება ჩემი პაპარაცული ნიჭი, როგორ გადავიღებ ამ პროცესს. აი ნახეთ, ეხლა ის ნაგვის მანქანა მივიდნენ, ეხლა შეძრებიან იქა ქვემოთ. მანქანის ქვემოთ ამოწმებენ. ნუ ერთ სიტყვით რეიჯში მოვყევი რა. 4-5 პოლიციელი ეტაკა ეხლა იმ მანქანას და იწყებენ ყველაფრიანას შემოწმებას. ალბათ მე ამის შემოწმებას და აი ეს კაცი მოდის ეხლა ესო და აი იწეს ეხლა ნომრებს. ალბათ რიგში უნდა ვიყო. მოდი ყურებიდან ამას მოვიხსნი მე ჩემ. გინდა ძმაო რა დაგიშავე, აბა გამარკვიოთ ეს ყველაფერი. ისა ანთეო შუქებიო. Keep this close. Okay. ეხლა იქიდან მანიშნებს როგორ ანაირად. ეხლა უყურეთ. კაცი ტეხას მას უკეთებენ რა. ეს მარცვლი მარჯვნივ ტრაილერს ამოწმებენ თელ შუქებს და იმებს რა. ცოტა მოსაბეზრებელი ვიდეო იქნება, მაგრამ გონი საინტერესო. ეხლა მარჯვენა მხარეს გავიხედო უკან. ამოწმებს ყველაფერს. ეხლა ტრაილერი მართლა კარგი მყავს. დადის ეხლა ზემოთ ქვემოთ. აი ამ დროს არის ხოლმე თუ ინგლისურში რაღაცა სწორად ვერ უპასუხე, მაგრამ შეიძლება გამოგეკიდოს რა. ამ დროს ყურადღებით უნდა იყოთ ხოლმე. თუ მაგალითად ინგლისური არ იცი და რაღაცა, yes, აი ეს მაგით შეგიძლია გამოძრეთ, მაგრამ ეხლა მე არ ამგონია მაგას პრობლემა მქონდეს, მაგრამ მაინც თავისებური ღელვა არის რა, რომ ფორმიან კაცს რო ნახულობ. მაგრამ მე არა ვარ ასე დღეში, აგერ მანქანა და ალბათ ის დაჯარიმებულია თუ რა ვიცი, ხა მენაგვეები ამერიკელები იქნებიან. ნაგვის მანქანას ასე ამოწმებდნენ. რა ვიცი. რას გაიგებ? 1 2 ალბათ შემაყენებინებენ თუ რა ხდება. ალბათ შემაყენებინებენ თუ რა ვიცი. აი ეს არის ჩემი პოლიციელი, ვინც გამაჩერა. რა ჯიპი თუკან მიდის, მაგრამ ჩემს უკანაც მანქანა დგას. ჯიპი. თუ იმას წაყვა თუ რა ვიცი, რა ხდება. სავარაუდოდ ალბათ ადგილს იპოვიან, რომ დავაყენო სიგრძეში თუ რა ვიცი, დროდენ.
ნახეთ უყურეთ ის მივიდა ახლა ეს ძრება ქვემოთ ახლა ამას შემომოწმებენ ქვემოთ და ალბათ მე ჩემი რიგიც მოვა რაღაცა ისეთი ქვემოთა რასაც პანელს ეძახიან მანქანის ქვეშ ძრებიან რა რას უმოწმებენ მე დაწნევას ალბათ ხო თან არ მინდა რომ მე ჩემამჩნიონ ამაზე უფრო არ გაღიზიანდნენ ჩემი პოლიციელი აი ეს არის აი ეს ტიპია მაგას შეამოწმა საბუთებს ამოწმე თუ რას აკეთებს არ ვიცი მაგრამ ფაქტია ეთყობა რიგში დგავა და რაღაც პროცედურას და აი იმას უკვე ამოწმებენ ყველანაირად იქით მანქანას და აქეთრე უკან ნაგვის მანქანა ხო არის ისიც იმას ამოწმებს მე ჯერჯერობით თავისუფალი ვარ დასკე ვიძახი მაგრამ აი გარი რა აი სულ დაძაბო ის რო ხარ გადამული რო გაქვს ეხლა ჯაჭურად ეს ყველაფერი ჩემ ფინანსებს დაეტყობა რა ეს არის რა კაპიტალისტური სამყაროს გონია თავისუფლად მიდიხარ ბახუცბად რაღაცაში მოხდები და მე მაგას მოყვება უკვე ჯაჭურად ნუ ჯაჭურად რა მოყვება არა კი არ მომკრავენ და კი არ გამონადგურებენ მაგრამ თუ რაღაცა ყველაფერი ფინანსური ჯაჭვი იქნება ჯერ ესეთი მეც ახლა სამსახური უყე დავკარგე ფაქტობრივად დღევანდელი დღე დამეკარხა ალბათ ხვალინდელიც და მე რა ვიცი რა ჯარიმას ეხლა რას იპოვიან აქ რას დაწერენ როგორ დაწერენ ნუ რითი თქმა მინდა რომ აი ეს ამერიკას ახასიათებს აი მიდიხარ მუშაობ გონია გიხარია ეხლა უცბად ბახ რაღაც სიტუაციაში ჩავარდები და აი ეწყობა ხოლმე რაღაცნაირად უარყოფითად და ეს ჯაჭვი ერთმანეთში ეს ჯაჭვი გადაებმევა ხოლმე და მოყვება მაგას მე სხვა რაღაცა ეხლა მეხუთე მანქანა მოვიდა კაცო რა არის მაგრამ ჩვენ ქართველებს მით უმეტეს ყველა გაჭირვება და პრობლემა იუმორით უნდა გადავიტანოს და ეხლა როგორ გამომივა იუმორი მაგრამ ას ხო აი ახლა მომადგება ახლა ეს ალბათ ეს სხვა ვინმე ახლა ვიღაცა hello არა ჩემთან არ მოვიდა აი ჯანიანები კი არიან ხო იცი ჩასუქებულები რო იტყვიან მოდი ვიქტორ მეგობრებო ესე ვიქტორინა გავითამაშოთ მიახლოებით როგორ დამთავრდება ჩემი ამბავი ხო მოდი ასე გავაკეთო 2 საათში გამიშვებენ თუ არ გამიშვებენ დავნიშნოთ ეხლა არის პირველის ნახევარი თუ 2 საათზე ადრე ვინც გამოიცნობს ვინც ადრე გამიშვებს ან არ გამიშვებენ და პრობლემები შემოქმნება და სადღაც წამიყვანენ აი ვინც სწორ პასუხს იტყვის მიახლოებით იმას ჩვენი წიგნი საჩუქარი ორეული ან ჯარიმას ვინ გამოიცნობს ჯარიმა რამდენიმე ექნება 200-დან 500-მდე არა მოდი ასე ვთქვათ $100 $200 $300 $400 $500 ვინც გაარტყავს ჯარიმას ან ვინც სწორ პასუხს იტყვის ვინც იტყვის რომ ჯარიმა არაფერი არ გექნება უბრალოდ შეგამოწმეს ან თუ იტყვის რომ ჯარიმა გექნება ან თუ იტყვის რომ სადღაც ამიყვანენ აი ვინც ყველაზე მიახლოებულ პასუხს იტყვის რა რითი დამთავრდება ეს ჩემი ამბავი იმას ჩვენი პრიზი ცოტა შეიძლება ვერ ჩამოვაყალიბე ის ისე თქმა მინდოდა მაგრამ ნუ მოკლედ ვიტყვი რომ ვინც მიუახლოვდება ჩემს მიმართ პოლიციელების შედეგზე ნუ რასაც გააკეთებენ თავის წარმოდგენაში ვინც სწორ როგორ ვთქვათ შედეგს იტყვის რა ჯარიმა დაპატიმრება 2 საათში ადრე გაშვება 2 საათის შემდეგ ადრე გაშვება და ნუ საერთო ჯამში რითი დამთავრდება რა ვიცი ჩემებურად ვიძახი ხო სავარაუდოდ აი იქ შემაყენებენ ალბათ მე ასე მგონია რა თან ეს პაპარაცული სულიც რო არ ესა მასვენებს რომ მინდა რომ კარგი გადაღება იყოს და აბა როგორ გამოგვივა ზელიც არ მინდა რომ არ დაიღალოთ მაგრამ მინდა რომ
ალბათ ის გავა და მე შემიყვანენ თუ რა ხდება. ეს წავიდა ჩემი პოლიცია. იმ ნაგვის მანქანას არ უშვებენ, კაი, ხან ახლა კიდევ დაუწყე შემოწმება. ხო, ეხლა უკან მომადგა და ალბათ დაიწყებენ ჩემ შემოწმებას, ალბათ იყო სხვა პოლიციელი. ეხლა ესენი მოვიდნენ და ჩემ მანქანას უტრიალებენ და რას ამოწმებენ? რა ვიცი. როგორ ამბობენ სადავრო რომელ ქვეყანაში ხარ იქაური ქუდი დაიხურეო და მით უმეტესად პოლიციის წინააღმდეგობას აი ხო აი გამოიტანა იმან ეხლა ესენი აი და ქვემოთ შეუძრებიან ქვემოთ მანქანაში. ეს მოიტანეს რაღაცები და წნევაში ამოწმებენ თუ რა ვიცი რას უკეთებენ იქა ქვემოთ. თითოეული ბორბლის ქვემოთ დააყენეს რაღაცა წონის არ ვიცი რა იქნება ალბათ წნევაში ამოწმებენ. ადა ექსელი კი გავწიე რომ მეთქი უკან გამოსულიყავი მეთქი. რა ვიცი რას დამიწერენ ღმერთმა ის. წინა ბურბლებზე ეტყობა აი წონაში საერთო წონაში ასაკეთ ასეთ შემოწმებაზე არ ყოფილა ვესტეიშენებზე კი მაგრამ ასე შუაგზაზე გაიჩერებინ ის ნაგვის მანქანა გაუშვეს. შემაყენებინა იმაზე. სავარაუდოდ აბა წნევას უმოწმებს რა. ეთყობა მეგობრებო ნერვიულობა არა უბრალოდ დისკომფორტია რა. ისინი წნევებს უსწორებენ იმას ბორბლებს. ამოწმებენ ბორბლების წნევებს. You take up.
ტრიალებია ჩემ ჯორჯის და ჩემ ტრაილერს თუ გარშემო. He's not standing right behind it, is he? Come on back. Back, yeah. Hold up. ბორბალი ხოტრია რაღაცებს უდებენ ქვემო და იმას ხან ზემოთ გადამიყვანინენ, ხან გადმომიყვანებენ და ესე თითო ბორბას ამოწმებენ. აი პატივისცემაში კი ვარ ამდენი პოლიცია რომ მიტრიალებს. Little bit up here. Hold up. წერენ, იწერენ. ეხლა თავარია იმ წონაზე Excel-ზე რომ გაწეული, მაგრამ რა ვიცოდი ესენ თუ შენ ხდებოდნენ. მეთქი აქ ვიწროეს და მივარ მე ფიქამდე. რა წერენ, გაიგე ახლა შენ. აი, შესეულები არიან. წერენ და წერენ. გავიღებდი და თუ მეკნა ხელებს იქნებ და ბოლოში ვამჩნია, მან გონი პრობლემა არ უნდა იყოს რა. ჯორჯ, შენ ხო ვეზუჩი ხარ, არ ამგონია პრობლემა შეგიქვნა. ეს რკინები მოაშორეს. ვიცი რა იქნება ახლა მერტმაიცის. იმა დაურეკე ჩემ ოფისში, მეთქი დამიჭირეს, მეთქა, კაი, გითხარი რა ხდებაო და ვეტყვი აბა სხვა რა გზა. ჩემი პოლიციელი მარტო მე მელაპარაკება, სხვები უბრალოდ გამარჯვებას მეუნებიან და მეტი არაფერი. ესენი წავიდნენ, სხვადასხვა მანქანები წავიდნენ და ეხლა ალბათ ჩემი პოლიციელი მოვა ჩემთან და რაღაცას მომცემს თუ რა ხდება. აი ჩემი პოლიციელი იქი წავიდა. სხვაგან წავიდა ჩემი პოლიციელმა მიაფენა კუთხეში. ერთი და მიმატოვეს. აი ეს არის ჩემი პოლიციელი, ხა მარცხნივ დადგა და რაღაც წერს და წერს რაღაცებს და ალბათ გამიშვებენ რა ვიცი. ვერაფერი ვერ გავიგე. ისე ამ დროს იმ დროს რაღაც სწრაფად მიდის ხოლმე ფიქრები რა. ყველაფერს ფიქრობ, შემოსავალი გადასახადი კომპანიაში რა, თბილისში რა. აი ექსტრემალურ მომენტში ეხლა ომში რომ მონაწილეობდი ხოლმე, როგორ მახსენდება რა. აი თქვა რაღაც გადამწყვეტი მომენტია სროლის დრო და ის სულ 2-3 წუთში სროლები რომელიც აი თითქოს ყველაფერს ფიქრობ, აი 2 წუთში გადაავლებ შენი ცხოვრების გზას, შენი მომავალს, იმედებს, რაღაცნაირად, აი
ახასიათებს ეს ადამიანს. ნუ ეხლა ეს ომის და იმის დროს და სადღაც აქაც ასეთი სიტუაციაა რა. ნუ ეხლა არავის არ გვინდა ასეთ სიტუაციაში ყოფნა, ხო? სულ სხვა გეგმები გაქვს, სულ სხვა მიზნები გაქვს და ამ დროს სულ სხვა გაჩერებენ და რაღაცა არ იცი როგორ დამთავრდება და კი ახლა დამთავრდება მოკლით ვინ მომკლავს საქმე, მაგრამ ნუ ფიქრობ რომ რატო სულ ამჭირდებოდა ეხლა ამ პოლიციელებთან ასე თქვათ საქმეების გარჩევა არც ვარჩევ, მაგრამ ფაქტობრივად ჩემი დრო მიაქვს რა. ეხლა ჩვენ რაც არ უნდა ვიფიქროთ და როგორც არ უნდა ვიფიქროთ ამ ვიდეოს დავარქვათ დათარსული დღე, მაგრამ დათარსული მაგრამ არა უშავს გადავლახავთ ბოლოს და ბოლოს ამ დათარსული დღის გამოცდილებას ალბათ წერანაც რო თქვი მომავალი მძღოლები გაითვალისწინა, მაგრამ რა უნდა გაითვალისწინო, მიდიხარ და გაჩერებენ და ალბათ მერს ვთხოვოთ, უფარს ვთხოვოთ, რომ ჩვენი სახე, ჩვენი ღირებულებები არ დაგვეკარგოთ და რას იზარს, ორი ანერვირდები, ზოგი რაღაცა ემოცია მოგაწვება, მაგრამ თავარია არა ვარდეთ. რა, გინდა პოლიციელი მოვიდეს, გინდა ვიღაცა მოვიდეს, გინდა ის მოვიდეს, ეს მოვიდეს, თავარია მოდი შევინარჩუნოთ ჩვენი ღირსება და ჩვენი ეს მანქანა გაუშვა ეთქოში ამოწმა და რაღაცა ფუნქციას მისცემენ, რა ვიცი. ეხლა ეს ლოკალია, ხო, პატარა ემითი. ბედი არ გინდა რა მაინდამეც აქეთკენ წამოვედი, რომ ესენი შემხვდნენ. ეხლა ის დაждდა, ეხლა დაждდება თავის მანქანაში და წავა და ალბათ სხვა მანქანას დაიჭირს. ეს სხვა მანქანა და მე კი ჩემ პოლიციას ველოდები რა განაჩენს გამომიტანს სავარაუდოდ, რა ვიცი, ასე ვფიქრობ. ის გაუშვა, ამან თავისი ნადავლი გაუშვა. ასე ვილაპარაკო და მე ველოდები ჩემ პოლიციას რა განაჩენს გამომიტანს და რა ბედი მელოდება. ეს წავით. თუ არა ჩემ პოლიციასთან მივიდა. რას ლაპარაკობენ? მივიდა ხა ჩემ პოლიციასთან და ეს მარცხენაა ჩემი და ის წავა თავის საქმეზე და ჩვენ კი ველოდებით ჩვენ პოლიციელს. როგორც ხვდებით მეგობრებო, მოვხდი რეიდში. ეხლა რეიდები არ კეთდება და აი კომუნისტების დროს და შევანაძის დროს სულ რეიდები იყო ხომ, ეხლა ჩემი თაობის ხალხს ახსოვს და ხანი გადაკეტავდნენ, ხანა გადმოკეტავდნენ და ეტყობა ჟარგონულად აბლავა, მაგრამ აბლავა რა დავაშავეთ. ჩვეულებრივი პოლიციური რეიდის პროცესში მოვხდი. ისე გულახდიათ გითხრათ მეგობრებო, მე ადრეთ მილაპარაკე ამ თემაზე. აი, როგორი შეგრძნება მაქვს, იცი რა, თითქოს დიდ ოთახში ვარ და კურდღლები შეგვყარეს და რაც ეს დრო გადის, უფრო გაკონტროლებენ. მით უმეტეს ეს ონლაინი და ეს თანამედროვე კომპიუტერული ტექნიკა რო განვითარდა, უფრო მეტი შემოწმების და უფრო მეტი კონტროლის საშუალება მიეცათ, ასე თქვათ, ორგანოებს, პოლიცია, მთავრობა და აი მას ყველაფერს იყენებენ რა და ახლა მე ჩემ პირად იმას ვამბობ, რომ როგორც გამოსასწრელი ნამყოფი ხარ ბიოლოგიურ იმაში, რა ქვია, ლაბორატორიაში კუდრები, თაგვები და ისინი ყოველ ექსპერიმენტებს აკეთებენ და იმ გალიაში თუ შემოღებილი სივრცეში კუდრები და ვირთხები რო დარბიან ხოლმე და მე იქიდან რაღაც ამოწმებენ და რაღაც ექსპერიმენტებს აკეთებენ.
აი ისეთი შტაბეჭილება მაქვს გონი მთელ მსოფლიოშიც რა. თუმცა ბიბლიაშიც ეს წერია. სატანას უნდა რომ გააკონტროლოს ყველაფერი დედამიწაზე, რასაც ქვია გლობალიზაცია. აი გონი მოვა ახლა ესა. აი ეს პოლიციელი აქვს თეთრი მანქანით. რაღაცა ფუთრი ახლა მოაქეს ჩემი. ასე ჩვენ მანქანის დოკუმენტები გვაქვს და ის ალბათ მომცემს და გამიშვებს რა და ალბათ მე ნახოთ წარწერა ზარით დაწერილია. მოდის ახლა კარგი იყო, კარგად გადამეღო, მაგრამ ახლა მეშინი ამის გადაღება რო დავიწყო არ გამოდის რა და ხმა მაინც მოგესმებათ ალბათ ხო? The only thing I wrote was the little bit of weight, and the only reason you're over is because of the restrictions on the road. Do you understand when I say that there's frost restrictions? It's Excel. I moved because company didn't receive me, and I go to garage because today I had delivery, but I late 2 hours, and they told me in Sunday, and I moved my Excels. Why it's a little bit weight. Yeah, the back tandem is a little. Yeah. No little. I know this one. Yeah. It's written to the company. You don't have to respond to it. Just give it to them once you get back to the yard. Okay. No problem. Yeah. It's 34th District Court. They contact you within 14 days. No ticket. No anything. Yeah? It's not to you, to the company. Company. Yeah. Everything's right here. For what? Wait. Wait, but it's. Okay. Oh, okay. Be safe, sir. Okay, thank you. მოგითხარით რა წონა მეტიაო და ალბათ ჩემი გაწეული იყო რა. ბედია გინდა. ახლა მე გადამახტევინებენ ალბათ რა. ახლა მე ხო გავწიეს Excel-ი. აწეული იყო ცოტათი და რამდენია? მე ჯარიმა არ მომცეს, მაგრამ კომპანია ახლა რამდენი არ ვიცი ახლა კომპანია ესე იგი ისიც შემეშინდა რა შუა გზაში გამეკეთეს ის მაგრამ შენი ბრალი არ არის ხო გესმოდა მე უთხარი მეთქი მივიდი არ მივიღე მეთქი და მივიდივარ მეთქი გარაჟში მეთქი და ვისი ბრალია მე გავწია უკან და საერთოდ ჯამში ჩემი ბრალი არ უნდა გამეწია ალბათ ის რამდენს გადამახტევნეს კომპანია ამას ალბათ მე გეტყვით წავედით მოვშოდით ხო როგორც გავაგზავნოთ ეს ჩვენი ამბავი აცეთი ისა რა ქვია ჯარიმა ვის უნდა არავის არ უნდა ჯარიმა მანქანა მართლა კარგია მაგრამ overweight ეძახე შენ პოლიცია და ყველაფერს ამოწმები ეს ვიდეო დავამთავროთ ამჟამად. გონი ძალიან ბევრი გამოგვივიდა. I-275 north. ეს ვიდეო დავამთავროთ და გავაგრძელოთ შემდეგ ვიდეო. ჩვენ ხო წვიმანები და ასეთი რაღაცები გვაინტერესებს.